საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ფოტოები ტაო-კლარჯეთის მკვლევარები ინტერესდებიან. ქართველი ემიგრანტის ვანო ქიქოძის მიერ გადაღებული ტაო-კლარჯეთის ფერადის სურათები არქივს 1990 წელს რევაზ თაბუკაშვილის სურვილით გადაეცა. ფოტოები იტალიაში მყოფ საქართველოს დელეგაციას ქიქოძემ თავად გადასცა. არქივში შენახულია იმ ძეგლების დეტალური ფოტოარქივი, რომელიც დღეს ძველი სახით არ არსებობს. ზოგიერთი მათგანი კი საერთოდ დანგრეულია. ვიკა ბუკიაგი ამბობს. საქართველოს სიახლოვეს მოგზაური ქართველი ემიგრანტი ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ მისი კადრები ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების 50 წლის წინანდელი მდგომარეობის ამსახველი თითქმის ერთადერთი დოკუმენტი გახდებოდა. ქიქოძემ ის ძეგლებიც გადაიღო, რომლებიც დღეს თითქმის ან საერთოდ არ არსებობს. ტაო-კლარჯეთის მკვლევართათვის ქიქოძის არქივზე მუშაობა სამეცნიერო ფუფუნებად შეიძლება ჩაითვალოს. ის მუშაობდა არა როგორც ლამაზი ხედების მოყვარული ესთეტი, არამედ როგორც მკვლევარი, რომელიც თითოეული ძეგლის ისტორიას დეტალებში ეძებს. აი მაგალითად ოპიზა ამჟამად აღარ არსებობს, ის უკვე აფეთქებულია და იქ გზა გადის და ამ ჩვენს მასალაში დაფიქსირებულია ჯერ კიდევ გუმბათი ჩამოშლილი, რომელიც მოქცეულია ნანგრევებში უკვე. ძალიან ბევრი საინტერესო მოხდა ამისი კომპიუტერული გადამუშავება, იმიტომ რომ ეს არაპროფესიონალი იყო როგორც ფოტოგრაფი და ზოგიერთი ბნელი იყო. ვანო ქიქოძის ნაღვაწის წარმოჩენა გვინდა ვცადოთ ამ ჩვენს კინონოველაში. ეს თაბუკაშვილის მიერ გადაღებულ ფილმში შორიელთა სიახლოვე მოთხრობილია თუ როგორ მოხდა უნიკალური კადრები საქართველოში. სლაიდების შესახებ რეზო თაბუკაშვილმა მაშინ შეიტყო, როცა იტალიაში სიმპოზიუმზე მყოფ ქართულ მეცნიერთა ჯგუფს ქართველი ემიგრანტი თავად გამოეცნაურა. მან ქართული დელეგაციის ზოგიერთ წევრს არც ის დაუმალა, რომ 1979 წელს საქართველოში სტუმრად ჩამოსულს უდიდეს სიხარულთან ერთად დიდი ნაწყენობაც დარჩა გულში. თბილისში კულტურის სამინისტროსათვის შეუთავაზებია. თელს კოლექციას საჩუქრად მოგართმევთ, თუ კი თქვენთვის ეს ინტერესს წარმოადგენს. დღეს ძნელი გასარკვევია და ალბათ გარკვევადაც არ ღირს, თუ რატომ დაიზარეს და არ დაინტერესდნენ ქართველი მასპინძლები ამ იშვიათი წინადადებით. ამის შემდეგ ვანო ქიქოძის სლაიდების კვალი იკარგება, თუმცა უნიკალური კადრების ძიებაში მყოფი ქართველები განაწყენებულ ემიგრანტს მიუნხენში მაინც ესტუმრნენ. ფილმში ჩანს, რომ სიტყვა ძუნწი ემიგრანტისთვის ქართველების სტუმრობა მოულოდნელი იყო. უფრო მეტიც, მასპინძელმა თავიდან სლაიდების შესახებ საუბარიც კი არ მოიგონა. ჩვენ მაინც არ ვეშვებით, სად იღებდით, როგორ იღებდით. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ვანო ქიქოძეს წყენამ გადაუარა. საბოლოოდ უნდა გამძარცვულთო გაიღიმა ბატონმა ვანომ, შებრუნდა ოთახში და 4 ახალი ყუთი შემოიტანა და გადმოგვცა. ამ შემთხვევის გამო დღეს ეროვნული არქივი 551 ნეგატივს ინახავს. კოლექცია აერთიანებს ეგრეთ წოდებული თურქეთის საქართველოს ტაო-კლარჯეთის უნიკალურ ძეგლებს: ოშკს, ბანას, ხახულს, პარხალს, ტბეთს, ოპიზას, იშხანს და 4 ეკლესიას. ფოტოებზე ასახულია შავშეთის ხედები და ადგილობრივი მოსახლეობაც. 21 საუკუნეში აქტუალურია ეს ფოტოები იმითი, რომ კარგად ხედავთ ჩვენ ნახევარი საუკუნის წინ რა მდგომარეობა იყო და რამდენად დაზიანებულია ამ 50 წლის განმავლობაში ეს ძეგლები და სამეცნიერო კვლევისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კოლექცია. თავისთავად ეს ყველაფერი თავმოყრილია ჩვენთან არქივში, ინახება ჩვენ საცავებში. წელს ჩაუტარეთ ამ დოკუმენტებს გაციფრულება, ასე ვთქვათ, გადავიტანეთ ელექტრონულ მატარებლებზე. ფოტოგრაფი, რომლის ფოტოები ქართველი მკვლევარებისთვის ყველაზე ნათელ საბუთად იქცა, საქართველოში მხოლოდ ერთხელ 1979 წელს იყო. ბედის ირონიაა, მაგრამ სამშობლოზე მეოცნები ემიგრანტისთვის საქართველო ყველაზე ხელშესახები მხოლოდ დაკარგულ მიწაზე გახდა.